რაც შეეხება პირველ კითხვას ველოდი თუ არ ველოდი, ნამდვილად ველოდი, გულახდილად გეტყვით. 3 თვეზე მეტია უკვე ვარ კამპანიაში ჩართული. 5 ივნისს დავიწყე ძალიან აქტიური კამპანია გდანის რაიონში, გდანის ძალიან დიდ რაიონში, თავისი საკუთრივ გდანის 8 მიკრორაიონი შედის გდანის რაიონში, მუხიანი და ავჭალა. 157,000 ამომრჩეველია, 300,000 მაცხოვრებელია, ხომ? და 3 თვის განმავლობაში მეწუნეთ გიორგი, შეუძლებელია ყოველდღე მაქვს ძალიან ჭიდრო კომუნიკაცია ამორჩეველთან. დღეის მდგომარეობით დაახლოებით 7,000 ამორჩეველს შევხვდი პირადად სხვადასხვა ფორმატში და შეუძლებელია რომ მატყუილებდეს ის განწყობა, რომელიც სუფევს დღეს გდანში და რა არის ეს განწყობა? დაუოკებელი სურვილი და მოლოდინი ცვლილებებისა. ეს ხელშესახებია ნამდვილად. აი ახლა მე უბრალოდ თქვენი ჩართვისთვის შემოვედი, დავბრუნდი შტაბში, ყოველდღე ვცდილობ რომ ვიყო ახლოს ხალხთან, რათა პირადად მივიტანო სათქმელი სხვადასხვა კატეგორიის ამორჩეველთა. ეს სხვადასხვა კატეგორიის ამორჩეველი როგორი არის, იცით ბატონო გიორგი? ერთი არის, რომელიც დიახაც გადაწყვეტილია უკვე და ზად არის არჩევანის გასაკეთებად. მეორე კატეგორია ამორჩეველი არის, რომელსაც ჯერჯერობით არ მიუღია გადაწყვეტილება. არის კატეგორია ამორჩეველი, რომელსაც უბრალოდ აღარაფრის აღარ ჯერა და აღარავის აღარ ჯერა და ბუნებრივია მათთან მჭიდრო კომუნიკაცია არის მნიშვნელოვანი, რომ ამ ადამიანმა ამ ხალხმა იწამოს ის რასაც კანდიდატი სთავაზობს. თუმცა ნიკა უნდა გითხრათ რომ თქვენობა თვალსაჩინო შესაძლოა პრეზენტაციის რომ მაინც ძალიან დიდია პროცენტი იმ პოტენციური ამომრჩევლების რომლებიც აპირებენ მოსვლას და გადაწყვეტილების მიღებას. 23% ჯერ არ გადაუწყვეტია, მაგრამ დიდი რაოდენობა აპირებს მოსვლას და აი მე მინდა ციფრებს რო შევეხო და ჩვენს ფონზე ახლა ჩანს შედეგები გლდანის გამოკითხვის. ლევან ყობიაშვილს, თქვენს მთავარ ოპონენტს და კონკურენტს მართველი პოლიტიკური პარტიიდან იმაზე ნაკლები მხარდაჭერა აქვს ედისონის გამოკითხვის შედეგად, ვიდრე მისავე პარტიას, თუნდაც თბილისის და საქართველოს მასშტაბით, ხო? 38%-ია საქართველოს მასშტაბით ოცნების. მას აქვს 33%. რა განაპირობა? აი და ჩემი კითხვა იმაში მდგომარეობს, რა განაპირობებს იმას, რომ თქვენ მარტო ნაციონალური მოძრაობის ან თუნდაც ამ შეთანხმებაში მონაწილე პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები კი არა, აშკარად ხდებიც გაძლევენ ხმას. რატომ ხარ თქვენ მათთვის ასეთი მისას დიდი კანდიდატი? ძალიან აქტიურ კამპანიას ვატარებთ, გიორგი, მართა 3 თვე, ჯამში გამომივა 5 თვიანი კამპანია გდანში და პრაქტიკულად მე ვთქვი უარი უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე ასეთი სტრატეგია ავირჩიე, მინდოდა რომ ეს პერიოდი აქტიური ყოფილიყავი ველზე. ბევრი თქვენი კოლეგა გავანაწყენე კიდევაც უარს ვეუბნებოდი გადაცემებში მონაწილეობის მიღებაზე, მაგრამ მიხარია რომ ამ ყველაფერმა როგორც ჩანს გაამართათ. და თავარი გამპირობებელი ფაქტორი, რამაც ერთი 10-ად გაზარდა შანსი რომ პირველ ტურში ოპოზიციამ გაიმარჯვოს გდანში, არის ერთობა, რომელიც დაფიქსირდა გდანის რაიონში მთლიანი ოპოზიციური სპექტრი შევთანხმდით ერთ საერთო კანდიდატზე და ძალიან განსხვავებული პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების შტაბები მუშაობენ ერთ საერთო მაჟორიტარზე. ბატონიკა, რატომ ვერ მოახერხეთ ეს დანარჩენ ოლქებში? ეს იყო საზოგადოების დაკვეთა თავიდან საერთო კანდიდატი. ჩვენ სხვა ოლქების მაგალითზე ახლა სწორედ მაგას განვიხილავდით, როგორ იყოფა ხმები ოპოზიციის კანდიდატის შემთხვევაში. ჯამში კი სვლილების მომხრე გაცილებით ბევრია, როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში. 57%-ს უნდა სხვა პარტიები იყოს მმართველობაში, პარლამენტში, მაგრამ მაჟორიტარებს თუ შეხედავთ, უმრავლესობა რაიონებში, აი თქვენ ხართ გამონაკლისი, სადაც პირველ ტურში მოგების შანსი გაქვთ ოპოზიციიდან. სხვაგან ეს სურათი არ არის. არა, ეს შეიძლება არის უბრალოდ ის ოლქები, რომელიც ჩვენ გამოვიკითხეთ ამაზე მეტყველებს, თუმცა ამას გარდა არის კიდევ რამდენიმე ოლქი, სადაც უკვე წინასწარი მონაცემები გვაქვს და ბოლოს გვაქვს წინაარჩევნების შედეგები, სადაც მაგალითად რუსთავში და კიდევ რამდენიმე ოლქში ოპოზიციურ კანდიდატს აქვს რეალური შანსები პირველივე ტურს წარმატების. ამ რამდენიმე ოლქის მაგალითზე ის რომ ხმები გაყო რამდენიმე კანდიდატმა ეს ცალსახაა. რატომ ვერ მოხერხდა ეს სხვა ოლქებში? დავასრულებ თუ გაგცეთ პასუხს, გდანზე დავასრულებ საუბარს თუ შეიძლება.
დიახ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აქაურ სინერგიას გდანში. ერთმუშტად ვართ მართა შეკრულებით და როგორც ნაციონალური მოძრაობის შტაბის წევრები, ისევე სხვა ყველა დანარჩენი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მუშაობენ ერთ საერთო კანდიდატზე და პლუს პირდაპირ გეტყვით გულახდილად არც გამკვირვებია რომ ბატონ კობიაშვილის პარტია ქართულ ოცნებაზე ნაკლები ხმები და ასეც იქნება და შედეგი საერთო ოპოზიციური კანდიდატისა გაიზრდება აქ მე არ გამოვრიცხავ რომ 60%-ზე ნაკლები აქ უბრალოდ არ დაფიქსირდეს და ბატონი კობიაშვილი შემცირდება რატომ იცით სხვაგვარად იქნებოდა ვითარება მას შემდეგ რაც ბატონო კობიაშვილმა 2016 წელს გდანში გამარჯვება მოიპოვა მეორე ტურით აი როგორც თქვენ არ მისულხართ და მოსულხართ გდანში ისე არ იყო ბატონი კობიაშვილი ნამყოფი გდანში და 4 წლის თავზე გამოცხადდა და ეხა გდანის მაცხოვრებლები ყველაზე კარგი მსაჯულნი არიან და ეს ფაქტორი ძალიან უარყოფითად მუშაობს მათ საწინააღმდეგოდ. კი ბატონო, ანუ თქვენ უშვებთ რომ სხვა კანდიდატები უკეთ მუშაობდნენ სხვა მაჟორიტარულ ოლქებში, ნიკა თუ ეს მაინც იმის შედეგია ხმების გაყოფა, რომ ბევრი კანდიდატია სხვადასხვა ოლქში და არა ერთი. შეთანხმება ვერ მოხდა სხვაგან. ჩემი კითხვა ამაში იყო ზუსტად. რატო ვერ მოხერხდა თქვენ მკითხეთ, რაც მოხდა და ამაზე საუბარს ახლა არ ვაპირებ. კარგი იქნებოდა, მე მოწადინებული ვიყავი და ჩემი ძალიან დიდი სურვილი იყო, რომ ეს მოხდარიყო, რაც შეიძლება ბევრ ოლქში. დარწმუნებული ვარ, რომ გდანის გარდა პირველ ტურში რამდენიმე ოპოზიციონერი კანდიდატი პირველ ტურში გამარჯვებას მოიპოვებს, ამაში მე ვარ დარწმუნებული, იმიტომ რომ ოქტომბრის თვიდან აბსოლუტურად სხვა ვითარება გვექნება და გახურდება თუ შეიძლება ასე ითქვას საარჩევნო კამპანია, იმიტომ რომ ქართული ოცნების მიმართ, როგორც ხელისუფლების მიმართ, დობა არის მინიმალიზებული უბრალოდ და ქართული ოცნება ამოვარდნილია საქართველოს ისტორიის ღირებულებებიდან. ამოვარდნილია უბრალოდ მომავლის საქართველოს ინტერესებიდან და არა მხოლოდ ამოვარდნილია ხშირ შემთხვევაში რბილად რო თქვა უბრალოდ ეწინააღმდეგება და ამ ყველაფერს ხალხი იმას ხედავს ძალიან მარტივმოცემულობას რომ ყველაზე მინიმუმ რაც არ უნდა მოხდარიყო არ უნდა მოხდარიყო შემდეგი რამ გაჭირებულს კიდევ უფრო მეტად არ უნდა გაჭირებოდა და გაღარიბებული ადამიანი კიდევ უფრო არ უნდა გაღატაკებულიყო მილიარდელი ადამიანის პირობებში და როდესაც ეს მოცემულობაა და მაგალითად გდანში შესთავაზობ ადამიანს რომელსაც პოლიტიკა საერთოდ არ აინტერესებს და მისი სახელი და გვარი ნიკა ბევრი დრო არ გვაქვს და ერთ კითხვასაც დაგისვათ თუ შეიძლება პოლიტიკაში თქვენ ალბათ ნახეთ პრემიერობის შესაძლო კანდიდატების შესახებ პრეფერენცია ოპოზიციური კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიციური კოალიციის პრემიერობის კანდიდატად ვინ წარმოუდგენიათ? მიმდევრობა ასეთია: დავით ბაქრაძე, გიორგი ვაშაძე ოღონ სადეგი აღმაშენებლის წარმომადგენელი, ახლა გრიგოლ ვაშაძე და შემდეგ მიხეილ სააკაშვილი. თქვენი პრემიერობის კანდიდატი არის მიხეილ სააკაშვილი. რას გეუბნებათ? ეს გამოკითხვა რომ ჩატარდა, მაშინ მიხეილ სააკაშვილი არ იყო დასახელებული პრემიერობის კანდიდატი, რომელიც ახლაც არ არის. დავით ბაქრაძე იყო დასახელებული, მაგრამ ეს უნდა აღინიშნოს უბრალოდ კულების დროს არის. ხო, აქედან გიორგი ვაშაძე და მიხეილ სააკაშვილი არიან ოფიციალურად. მოვსმინოთ ბატონიკოს. მოდით, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი საქართველოსი წლის ბოლოდან ამას გადაწყვეტს ამომრჩეველი არ ვარ ორიგინალური და ვერ ვიქნებ ეს არის მარტივი ჭეშმარიტება ასე იქნება მე ღრმათ ვარ ასევე დარწმუნებული რომ შემდეგი ხელისუფლება ეხლა ტყუილს ნუ ვეთქვით ერთმანეთს ხო შემდეგი ხელისუფლება იქნება კოალიციური ხელისუფლება უმაღლესი ალბათობით ეს ასე იქნება რამდენიმე პარტია იქნება წარმოდგენილი ხელისუფლებაში დიდი იქნება წელი ხელისუფლების დარწმუნებული ვარ ნაციონალური მოძრაობა გაერთიანებული ოპოზიცია ძალაერთობაშია ბლოკის თუმცა როგორც კვლევებიც ცხადყოფს არაერთი იქნება სხვა რამდენიმე პარტიაც წარმოდგენილი ამ ხელისუფლებაში და ჩვენ მე ამის შემდეგ რა თქმა უნდა გადავწყვეტ ხალხთან ერთად ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი მე დარწმუნებული ვარ პოლიტიკურად გადაწყვეტილებას მიიღებს ხალხთან ერთად ის შემადგენლობა რომელიც პარლამენტში იქნება ასე ვთქვათ წარმოდგენილი და კი ბატონო და კიდევ ერთი კითხვა ნიკა გადასაწყვეტია თქვენ აი რამდენიმე წამის წინ წუთის წინ თქვით რომ არჩევნები ხურდება და ეს ციფრები კიდევ უფრო მეტად შეიცვლება თქვენ ვარაუდობთ რომ უფრო ოპტიმისტურად ოპოზიციის მიმართულებით ხო ხელისუფლება შეიძლება სხვა იმედები ქონდეს თუმცა ფაქტია რომ თუნდაც წინა კვლევასთან შედარებით ხელისუფლების მაჩვენებელი ოდნავ მაგრამ მაინც მოკლებულია
თან იმასაც თუ ვიტყვით, რომ ეს კვლევა დამთავრდა 7 სექტემბერს, ანუ საზაფხულო განწყობის კვლევაა ეს და არა საშემოდგომოსი, მათ შორის ეს ეპიდაფეთქებები მერე და მერე წამოვიდა თავისი ნეგატიური შედეგებით და ეკონომიკური, სოციალური პრობლემები სექტემბერ-ოქტომბერში უფრო თვალსაჩინო იქნება უბრალოდ მოქალაქეებისათვის. ამაში ობიექტურად უნდა დაგეთანხმოთ, მაგრამ აი გახურებას რაც შეეხება, ხო? თვითონ საარჩევნო კამპანია რო გასახურებელია და ერთ-ერთი მთავარი გამხურებელი პოლიტიკურ პარტიებს შორის რომ ნაციონალური მოძრაობაა და ამ ხრივ საერთო ეროვნული კამპანიის კუთხით რომ აშკარა ცოტა სისუსტეა. აი დღეს მოვისმინეთ რომ ბატონმა ზალიკომ გააკეთა განცხადება, ნაცმოძრაობა იწყებს ახალ კამპანიას დაავალე მიშას. აი თქვენ რას დაავალებთ მიშას და ნაცმოძრაობა რას აპირებს იმისთვის რომ უფრო აქტიური საარჩევნო კამპანია აწარმოოს ქვეყნის მასშტაბით? აქტიური კამპანია სულ რამდენიმე დღეში დაიწყება, მე ვფიქრობ თვენახევარი იქნება ძალიან საკმარისი იმისათვის, რომ ხალხმა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და მე მინდა თქვენი ეთერი გამოვიყენო თხოვნისთვის მოსახლეობისადმი, რომ ყველანი უნდა ვიყოთ იმ პოზიციაში, რომ გამოვცხადდეთ 31 ოქტომბერს საარჩევნო ურნებთან. 31 ოქტომბერს წყდება არაუბრალოდ არჩევნების ბედი, რომელიც გამოვალეს დამარცხებულსა და გამარჯვებულ სუბიექტებს შორის, ან ერთს ან მეორეს, არამედ ან ქვეყანა იქნება დამარცხებული, ან ქვეყანა იქნება გამარჯვებული და ეს არჩევნები განსაზღვრავს ქვეყნის მომავალ მინიმუმ 8-9-10 წელიწადს დარწმუნებული ვარ ამაში. ბუნებრივია, ეხლა სხვადასხვა პროგრამებით წარსდგება სხვადასხვა ოპოზიციური პარტია. მე აბსოლუტურად არ ვემხრობი იმით, რომ ოპოზიციური პარტიები ეხლა უნდა ვჩხუბობდეთ, იმიტომ რომ ველზე ვარ გასული და ხალხს სტრესავს ის, როდესაც ოპოზიციონერი ეკინკლავება ოპოზიციონერს, მაგრამ ესეც უნდა იქნეს მიღებული როგორც მოცემულობად, ვინაიდან ჩვენ ვართ კონკურენტები, ჩვენ მონაწილეობთ არჩევნებში, მაგრამ შევთანხმდით, რომ ვართ ყველანი ბიძინა ივანიშვილის როგორც ოლიგარქის წინააღმდეგ. ამიტომ ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. საბოლოო ჯამში ყველა ოპოზიციური პარტია დადგება ერთად. ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული, ისევე როგორც ეს მოხდა 20 ივნისს და რაც შეეხება კამპანიის, ასე ვთქვათ, გახურებას, როგორც უკვე აქ ითქვა, ბუნებრივია, საჭიროება ამას მოითხოვს. მე პირადადაც მხოლოდ გდანში ვიყავი 3 თვე, ასე ვთქვათ, შემოფარგლული მუშაობით. ფაქტია რომ გდანი კარგად გაგიხურებიან ბატონ ნიკა, შედეგები ამაზე მეტყველებს კი 52% სერიოზული შედეგია. ყველა ის ოპოზიციონერი მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელიც მუქჩაუხრელად იქნება არჩევნების ბოლო დღემდე ბრძოლაში, მე დარწმუნებული ვარ მიაღწევს ძალიან კარგ ნიკამელიას, დიდი მადლობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერს. მაპატიანო შევახსენოთ მაინც ჩვენს ტელემაყურებელს, რომ ოპოზიციიდან კიდევ ერთ კანდიდატს, აი გიგლა მიქაუტაძეს, ლელოს კანდიდატს